რამდენიმე ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა გულისყურიანმა ადამიანმა მთხოვა რომ ზნეობრიობის საკითხი უფრო პრაქტიკულ ჭრილში მომეთხრო. მოგეხსენებათ, რომ საერთოდ ზნეობრიობაზე აგებული და ზნეობრიობის განხილვაზეა აგებული მთელი ქართული ლიტერატურა და ამ შემთხვევაში მხოლოდ ასე ვთქვათ, მაინც პოლიტიკურ ჭრილს შევეხებოდი მე და არა ყოფიც. თუმცა გადაჯაჭვული ერთმანეთზე ყოფითი და პოლიტიკური. მოგეხსენებათ, რომ ხშირად ანტიქართული ძალები, ვერქართული ძალები და არაქართული ძალები ხშირად მოიშველიებენ ასეთ სიტყვებს, რომ აი იზიარებთ დასავლურო ფასეულობებს და ეს არის რაღაც ესე იგი დასავლეთისადმი მონური პოზიორობა, ასე ვთქვათ. აბა ახლა ვნახოთ ერთი რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. პირველ რიგში გავარჩიოთ ერთმანეთს, ფასეულობა ისეთი რამეებია, რასაც ფულით ვერ გაზომავ. და რასაც ფულით ზომავ, ის არის ღირებულებები. ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ და კიდე გავიმეორებ, რომ ფასეულობა კი არ აინტერესებს ამ ხალხს დასავლური, ამ ხალხს აინტერესებს დასავლური ღირებულებები, კეთილდღეობა, მატერიალური მხარე. და ურევენ ერთმანეთში, ამიტომ ფასეულობას და ღირებულებას. აგრეთვე გავიხსენოთ ის, რომ დიაბოლი პირველ რიგში არის მაცდური. მატყუარა ცრუ გამყალბებელი. ახლა შევხედოთ აი ქართული ზნეობრიობიდან როგორ მოჩანს დასავლური და რამდენად შეგვიძლია ჩვენ ეს გავიზიაროთ. უნდა კონტრასტული მაგალითები მოვიტანოთ ამისათვის, რომ დავინახოთ კარგად ეს ყველაფერი რას ნიშნავს. მაგალითი, ასეთი მაგალითი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ როდესაც ლაპარაკობენ ბრიტანეთის ტახტზე, როგორც წესი, ეს ვითომ ფასეულობის და სიამოვნებაში ღირებულებების თაყვანისმცემლები, როგორც წესი, ესე თვალებს ამოატრიალებენ ბრიტანეთის დედოფალი და ასეთ ტონალობაში საუბრობენ. ახლა შევხედოთ, აი თვითონ ბრიტანეთის ტახტი როგორ ჩანს ამ შუქზე. არ დავაგვიწევს და გავითვალისწინეთ, რომ ბრიტანეთის ტახტის მფლობელი იმავე დროს არის ანგლიკანური ეკლესიის მეთაური. დაახლოებით იგივეა, დაახლოებით, რაც კათოლიკოს პატრიარქია საქართველოში. რა ხდება მის ოჯახში? ქართულად რო ვთქვათ, გაუბახდა ოჯახი დედოფალს. პრინცესა, რომელიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა ქმართან, იმავდროულად იყო საყვარელი სხვა ადამიანის. ანუ ღალატობდა ქმარს საჯაროდ და ისე რომ გაყრილი მასთან არისო. ჯვარი ქონდათ დაწერილი, ხო? და ესე იგი ეს ჯვრის წერა შეურაცხყო ზნეობრივი თვალსაზრისით. კი, გასაგებია შეიძლება ვიღაც შეუყვარდა ყველაფერი, მაგრამ სიამოვნებაში ორმაგ ცოლქმრულ ურთიერთობას ეწეოდა. ალბათ ეს საკმარისი სიღრმითაა განსახილველი და შესაცნობი. რას ნიშნავს? რატო უშვებიან ამას ბრიტანეთის სამეფო გვარს და სამეფო კარს? ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ნაწილია ამ სისტემის გარყვნის და შერყვის. მეორე მაგალითი მოვიტანოთ. ალბათ უფრო კონტრასტული და ძნელად მისაღები ქართული ცნობიერებისთვის, ქართული ცივილიზაციისთვის და ქართული კულტურისთვის. რაც მათთვის ფასეულობა. ალბათ პირველ რიგში წარმოიდგინეთ, რა გრძნობებს აღზრავს თქვენში ტერმინი სიტყვა რაინდი. ქართული პოეზია, პროზა, მთელი ქართული ცნობიერება ამაზე აგებული, რაინდობა, რაინდი. ხო?
ბრიტანეთის კარი წელიწადში ერთხელ მაინც გამოჩენილ პიროვნებებს ანიჭებს ბრიტანეთის კარის რაინდის წოდებას. რაინდის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამას წინებზე, რამდენიმე წლის წინ, ასეთი რაინდის წოდება მიანიჭეს მამათმავალს. ანუ ქართული კუჩური და ხალხური გაგებით პედერასტს. ეს იყო ელტონ ჯონი. ხა წარმოიდგინეთ, როგორ ჟღერს ქართულ ცნობიერებაში, ქართულ ასე ვთქვათ კულტურაში, ქრისტიანულ მართლმადიდებლურ კულტურაში პედერასტი რაინდი. ეს იგივეა, როგორც დაახლოებით ვთქვათ ვაჟკაცი პედერასტია, ვაჟკაცი მამათმავალია. ან კდემამოსილი ქალბატონი ლესბოსელი. აი იმათ, ვინც განსაკუთრებით ხელოვნების მუშაკებს, ვინც გულზე ხელს იბრაგუნებს, რომ დასავლური ფასეულობები მოწონს და იზიარებს, მე მაშინ ვურჩევდი აი ესეთი სცენარი შექმნა, ან ნაწარმოები, სადაც ტარიელს და ავთანდილს მამათმავლური სიყვარულით უყვართ ერთმანეთი. და რომ ავთანდილი მოიტაცეს ქაჯებმა და ტარიელი კი იბძვის და სისაღვრის იმისათვის, რომ თავისი შეყვარებული ავთანდილი დაიხსნას ქაჯებისგან. ან კიდევ რომ ვთქვათ ნესტან დარეჯანი ლესბოსურ სიყვარულშია ფატმანთან. აი როგორ გამოვა ასეთი ნაწარმოები ძალიან საინტერესოა. და თუ მათ ეს ნაწარმოები გამოუვათ, მაშინ დავიჯეროთ, რომ მართლა იზიარებენ დასავლურ ფასეულობებს. მოტანილი მაგალითები, ასე ვთქვათ, გარკვეული თვალსაზრისით უხეშია, მაგრამ კონტრასტულია. აი ასეთებში ჩანს, რომ ის ფასეულობები, რომელიც დღეს ინერგება ევროპაში და რომელიც საუკუნის წინ აბსოლუტურად უცნობი და მიუღებელი იყო, ეს ფასეულობებია სწორედ ჩამწკრივებული საქართველოში შემოსაჭრელად, რომელიც სავსებით ანგრევს, წამლავს, აფუჭებს და ათახსირებს ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს. და თუ ფასეულობების სისტემა შეირყნა, მაშინ ირყნება მთლიანად ერი, ქვეითდება მისი სიცოცხლის უნარიანი. აი ამაშია ასრი. ეს ერთ-ერთი პატარა საუბარი იქნება ზნეობრიობაზე. სხვა შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად. მოგეხსენებათ აი სკანდალი, რომელიც თეთრსახში იყო პრეზიდენტისა და ერთ-ერთ არ ვიცი რა დავარქვა, ქართულად ამას მეძავი ქალი ქვია, მათ შორის. და როგორ საყვარლად შესანიშნავად ჩაიფარცხა ეს ყველაფერი. აი ასეთი შესახედვით წვრილმანები მასშტაბურად ასახავს ზნეობრიობის იმ დაცემას, რომელსაც გლობალიზმი შეგნებულად და სპეციალურად ნერგავს. მეორე მაგალითი კიდე სხვა მაგალითი მე რამდენი უკვე ასეთი არის, რომ მაგალითად ობამას ინაგურაციის დროს იგი აკურთხა, არ ვიცი რა დავარქვა, ღდელს ეძახიან, რომელიც ამერიკაში ცნობილი მამათმავალია. ესე ობამა არის მამათმავლის ნაკურთხი. და ვინც საქართველოში იტყვის, რომ ამ ფასეულობებს იზიარებს, მე უმეტესწილად ეჭვი შემეპარება მათ სიმართლეში. მე ვიფიქრებ, რომ ისინი ცრუობენ, რომ დასავლეთს თავი მოაწოლა. სხვა მაგალითიც ბევრი შეიძლება მოვიტანოთ, მაგრამ აი დღევანდელი საუბარი ამით დავასრულოთ და ესეც იმისთვის, იმიტომ რომ რამდენიმე თხოვნა იყო შემოსული, რომ ეს აბსტრაქტული საუბარი ზნეობრიობაზე გაუგებარი არის. ამის შემდეგ ჩვენ ისევ დეტალურად განვაგრძელებთ ზნეობრიობაზე, ეროვნულობაზე საუბარს.